თავ შევგრათა პირობა ჩაგრულო მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ საზოგადოებრივ რადიოს FM 102.4-ზე თბილისის დროით შესრულდა 13 საათი და 10 წუთი. როგორც ყოველთვის ყოველ უშაბათს, პირველიდან ორამდე გთავაზობთ მუსიკის საათს და ეთერშია გადაცემა ჩაგრულო, სტუდიაში მუშაობთ ქალბატონი ლარისე თურიძე, დავით სინცაძე და მიხეილ ჯავახიშვილი. მოგესალმებით, ჩვენი კვირა, ეს ბოლო ორი კვირა ძალიან დატვირთულია და მომავალი კვირა ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის და არა მხოლოდ ჩვენი მსმენელისთვის, ზოგადად რაღაც ძალიან მომრავლდა თბილისში ეს ტრადიციული მუსიკის კონცერტები. გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, ასე ვფიქრობ, რომ ინფორმაციულად დატვირთული იქნება და ასევე შემოქმედებითაც. ჩვენ როგორც ვთქვით, დატვირთულია ეს კვირა და პირველი შემთხვევა აუცილებლად უნდა ვთქვათ ბატონ რამინ მიქაბერიძეს საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მსმენელისთვის და ამიტომ თავიდან ტელეფონის ნომერსაც შევახსენებ ჩვენ მსმენელთა 240 91 92 240 92 92 და უკვე ჟღერს ბატონი რამინის. მე ვფიქრობ რომ ბატონი რამინი არის იმ ეპოქის ერთ-ერთი შემქმნელი, რასაც ქვია ქართული ხალხური სიმღერის აღზევება და აი ამ პერიოდში, როდესაც ქართული ხალხური სიმღერის მხრივ იყო ძალიან დიდი წყვეტა, შემდეგ ჩამოყალიბდა მართვე, შემდეგ რუსთავი, აი ამ ადამიანებმა, რამინ მიქაბერიძემ, ჰამლეტ გონაშვილმა, მანსურ ერქომაიშვილმა, კიდევ ბევრმა ადამიანმა, რომელიც ერთმანეთის გვერდში იდგა და ამ საქმეს აკეთებდა, ბატონი რამინი არის განსაკუთრებული ფიგურა, ერთ-ერთი გამოურჩეული ადამიანი, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა შეაყვარა მთელს მსოფლიოს, ასე ვთქვათ. ეს დავამატებდი მიშორ, რამინ მიქაბერიძე კიდე ხაზგასმით მინდა აღნიშნოთ ის, რომ არის მართლაც უბადლო მომღერალი, იმ მხრივ რომ თვითონ გორული კაცია, გორულ სიმღერებს ნაზიარები, გაიზარდა მართლა ტრადიციულ ოჯახში, მუსიკალურ ოჯახში, მთელი ოჯახი მღეროდა და ასე გრძელდება მის შთამომავლებებშიც, მაგრამ რამინ მიქაბერიძე მარტო გორული სიმღერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი კი არ არის. ის ყველა კუთხის სიმღერას ერთიანი მაღალი ოსტატობით ასრულებს. საოცარი ოსტატობით და ამ დროს ის არის ძალიან ნაყოფიერი და ნიჭიერი ლოტბარი და აღზრდილი ყავს არა მარტო თბილისში, ასევე რეგიონებში და ბათუმშიც ანსამბლები. მეც მომიწია მისი მოსწავლეობა ამ საგალობელში, ბავშვობაში, როდესაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასთან გატარებული ეს პერიოდი და დღემდე ეს ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ასე რომ ხაზზე ყავს ჩვენ ბატონი რამინ მიქაბერიძე, სატელეფონო ხაზია. ბატონ რამინ, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი სიყვარული. დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. დიდი მადლობა რომ არსებობთ. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის, ქართული ხალხის და ყველა იმ მელომანის სახელით, ვინც ქართულ მუსიკას უსმენს და დიდი მადლობა იმ ეროვნული საქმისთვის, რომელიც თქვენ აქამდე გააკეთეთ, კიდევ აკეთებთ და კიდევ დიდხანს გააკეთებთ. ჩვენ გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს და მაქსიმალურად ჩვენ შევეცდებით ჩვენს მსმენელს ხშირად მოვასმენოთ, ხშირად გავახაროთ თქვენი შესრულებული სიმღერით. პანორამენ ჩვენი მსმენელების საყურადღებო და წმინდა თქვა რომ 19 თებერვალს რუსთაველის სახელმწიფო თეატრში შედგება თქვენი შემოქმედებითი საღამო. რას პირდებით ჩვენ იქ მოსულ საზოგადოებას და ჩვენს მსმენელს როგორი იქნება საღამო? 19-ში, ხო? დიახ, 19 თებერვალს. ეგ არის. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩართვისათვის და ესეთი თბილის სიტუაციისთვის. მე პირდები პირველ რიგში სიყვარულს ჩვენი წარმოდგება ჩვენს თეატრში, ასე პრესტიჟულ თეატრში, რომელიც როგორიც არის პირველ რიგში მინდა ვთქვა მადლობა კულტურის სამინისტროს, რუსთაველის
თეატრის დირექტორს, დირექციას და ადმინისტრატორებს, რომ აი ესეთი თეატრი დამითმო ჩვენ კარგად ვიცით რომ რა ხალხი და ვინ მოღვაწეობდნენ ამ თეატრში და ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის. ეს სადარ დამიდგამს ფეხი ჩემი მოგზაურობების დროს, რომელი პრესტიჟული დარბაზი გნებავთ პარიზის ოლიმპიის თეატრი, ლონდონის ალბერტ ჰოლი, რა ქვია, აგერ ვენის ბერლინის თეატრი, დიდი საკონცერტო დარბაზი, ბროდვეი, რა ვიცი, ამერიკის ყველა შტატი გვაქვს შემოვლილი, კანადის და მოსკოვის, რა ვიცი, დიდი თეატრის და კრემლის საკონცერტო დარბაზები, მაგრამ აი ეს იმიტომ ჩამოთვალე. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია და არ ვიცი როგორ გამოვხატო აი ეს ქართველი ხალხის დაფასება და რუსთაველის თეატრში ჩემი საღამო. აი ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც აი სხვათა შორის ისე მოაწყვეს ეს ამბავი, ვარი აღარ მეთქმოდა უკვე და დიდი მადლობელი ვარ რომ აი დანიშნეს ეს დღე და პირდები ხალხს ქალბატონო ლაზით ემოდათო და ჩემო ძვირფას ხსებო რომ კარგი საღამო იქნება ჩემი აზრით. ეჭვი არ გვეპარება. იქი მონაწილეობენ ასე გადაწყვიტა რეჟისორი ბავს გამოყოფილი და ძალიან რუსთავის ველი შემადგენლობა ხლა თუ ვინც არის დარჩენილი და შეიძლება ის ხალხი შემოგვიერთდეთ ჩემ დროს რომ ღეროდნენ და რაღაცა ასე და იქნებიან ჩვენი აღზრდილები მათ შორის ჩემო დათო გენაცვალე დიდი მადლობა ყურადღებისთვის რომ ეს პირიქით ჩვენთვის პატივია, ჩვენი ანსამბლისთვის პატივია თქვენ გვერდით დგომა. ჩვენი მონაწილეობაც იქნება თქვენი ხელმძღვანელობით შაუნაბადას ჩვენ ასე გვაქვს ათვალისწინებული იქნება ყახავონაშვილის მძლევარი, შაქიშვილის ერქვანი ანსამბლი, მართვე თავისთავად მაიკოს საგალუველი, რა ქვია შანიძის, დათო შანიძის ანსამბლი. გეორგიკა ხო? პატარა გეორგიკა დიახ და ჯულაყიძის ანსამბლი ჩვენი რატის და არ ვიცი ჩვენ ისე იგი ჩემი დაზურ ერქომაშვილის აღზრდილი ბიჭების ესე იგი რომლებიც ასე მოგვესრო ჩვენ და უკვე და ჩემი მაიკოს რომელიც ესე ხელმძღვანელობენ უკვე ქართულ ანსამბლებში. დიახ. ბატონ რამინ, ჩვენს მსმენელს ვეტყვით რომ და ურჩევთ და უსურვებთ რომ აუცილებლად მოვიდნენ ამ საღამოზე, იმიტომ რომ მსგავსი იუბილეები, მსგავსი საღამოები, მსგავსი ადამიანების არ იმართება ხოლმე ესე ხშირად, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს თქვენაირი, არ ვართ განებივრებული თქვენაირი შემსრულებლების, ჩვენ არ გვყავს ბევრი ქართველებს თქვენაირი, ასე რომ ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ, კარგად გამყოფოთ, ღმერთმა ბევრი წარმატება მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოთ თქვენი თავი იმისთვის რომ ჩვენ ვიამაყოთ თქვენით. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ბატონო, რამე წარმატებას გისურვებთ. სიცოცხლეც გელოდებით მოგზაურობთ. დიდი მადლობა. მოდები მაყურებელს. დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ ერთი საღამო გაიმართება 19 თებერვალს, ახლა უკვე კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ეს უკვე 19-ს და 30 წუთს იქნება. ესეც იქნება შემოქმედებითი საღამო, საიუბილეო საღამო. ეს გახლავთ ანსამბლ ბასიანის დაარსებიდან 15 წლის თავი და აიგერ ახლა ჩვენ უკვე სატელეფონო ხაზზე გვყავს ანსამბლ ბასიანის ხელმძღვანელი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი დონაძე. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით. გიორგი, საინტერესოა პირველ რიგში ვისაუბროთ ხვალინდელ კონცერტზე, რომელსაც ასე ელის მთელი თბილისი, ის ხალხი, რომელიც ფოლკლორით არის დაინტერესებული, როგორ დაიგეგმა და რა რეპერტუარით წარსდგება შაუნა ბასიანი და საინტერესოა აი ეს 15 წელი, რომელიც თქვენ გაიარეთ, თავიდან მოყოლებული. როგორ მოვიდა ანსამბლი დღეს, რა შრომა აქვს ჩადებული ამ ყველაფერში და როგორი კონცერტი დაიწყო? რა თქმა უნდა, უამრავი კონცერტი, ასე ვთქვათ, ანსამბლს გაუმართავს საქართველოში, გაუტანია ქართული ხალხური სიმღერა მთელ მსოფლიოში და მისი პოპულარიზება მოუხდენია და ყველა დამეთანხმება, რომ ბასიანი არის ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლი თავისი მომღერლებით, თავისი სტილით, თავისი შემოქმედებითი მიდგომით, თავისი რეპერტუარით, მართლაც თითით საჩვენებელი ანსამბლი არის ჩვენი აზრით ყველასი და გვიხარია რომ იმ სცენაზე, სადაც ჩვენ ყველანი ერთად გამოვდივართ და მღერით ქართულ ხალხურ სიმღერას გვიწევს ბასიანთან ერთად დგომა.
ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო შენ იმისთვის რომ ასე დაუღალავად ძალიან დიდი შრომა გაწია იმისთვის რომ ქართული ხალხური სიმღერა სიმღერის მხრივ დიდი საქმე გაეკეთებინა პირადად შენ ანსამბლ ბასიანს და თითოეულ წევრს რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში ანსამბლ ბასიანში თავისი სიტყვა თქვა. დიდი მადლობა ძალიან ისეთი შეფასებისთვის ვფიქრობ რომ ყველა ის ანსამბლი ვინც დღეს ამ საქმეშია ჩაბმული ხალხურ სიმღერას და გავლობას ემსახურება ყველა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენ 15 წელი შეგვისურდა წელს გეგმავთ კონცერტებს ვთქვათ ახალი ალბომის გამოცემას ასე უკვე გასტროლები უცხოეთში ჩვენ კონცერტის მეორე დღეს მივფრინავთ ესპანეთში სადაც საამიშლოვანი გასტროლი გვექნება განსხვავებული პროგრამით ჩვენ ხვალ შევასრულებთ ისეთ სიმღერებს რაც უფრო საინტერესოა თბილისის თბილისელის მშენელისთვის და ყველას მოეხსენებ ხა თქვენს კარგად იცით რომ ყველაზე რთული არის ჩაატარო კონცერტი საქართველოში რა თქმა უნდა უცხოეთში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ისეთი პროფესიონალები ისმენენ ყოველთვის ხალხურ სიმღერას მაგრამ ქართული მსმენელი საქართველოში სხვა ტენდენცია ითხოვს მსმენელი ითხოვს ახალ პროგრამას ხამ მთლიანად არ არის ადვილი რომ მთლიან რეპერტუარი შეცვალო მაგრამ და სულად უცხო სიმღერები იმღერო ეს იქნება არ იქნება მართალი თუ ვიტყვი მაგრამ რამოდენიმე ნახევარი ნუ ჩვენ ბასიანის მე ყოველ შემთხვევაში ის სიმღერები 1-2 გამოკლებით არ შესრულებულა რასაც ჩვენ ხვალ ვიმღერებთ ჩვენი ანსამბლზე რა შემიძლია თქვა ერთი მადლობა უთხრა მომღერლებს ვინც მართლა თავდაუზოგავად შრომობენ და თქვენს კარგად სამის შრომის ფასი თითოეულ ჩვენი პრინციპი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის რომ ვცდილობთ რომ იმ კუთხის სიმღერები მაგრამ შეასრულონ იმ კუთხის წარმომადგენლებმა კახელებმა კახური სიმღერა იმღერონ და ესეთი შევქოთ ჯგუფური პრინციპი გვაქვს აღებული და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს ბუნებრივთან ამიტომ გაიზარდა ჩვენი ანსამბლის რაოდენო რიცხობრივი რაოდენობა იმიტომ რომ ვიყავი თავიდან 12-ნი მე 13 ხა სადღაც 17-მდე ავდივარ და შეიძლება რამოდენიმე წევრი იმის გამო რომ ჩვენი სიმღერა ესეთი მრავალფეროვანია და ისეთი სახით თუ გინდა მივიღოთ როგორც თქვა ძველად სრულდებოდა ამას 2 და 3 სოლისტით ვერ მოახერხებს ანსამბლი ესეთი პრინციპი გვაქვს არჩეული რა თქმა უნდა ჩვენი არც ისეთი მწვერვალზე არ ვართ როგორც თქვა შეიძლება რასაც ესე გონოს ჩვენ ვიცნობთ ახლა ის გეგმები რაც გვაქვს საომავლოდ ჯერ ახალგაზრდები არიან ჩვენი მომღერლების და სულ ყველა ახალგაზრდული ანსამბლი ფაქტობრივად ბასიანი და ძალიან ესეთი გეგმები გვაქვს საომავლოდ მნიშვნელოვანი ზოგადად ქართული ფოლკლორისთვის სიმღერის ხალხური სიმღერისთვის და თქვენი შეფასებაც ხარ რაც მოვისმინე ჩვენთვისაც დიდი პატივია იმ ანსამბლებთან ერთად სიმღერას სცენაზე გამოსვლა რომლებიც დღეს მოღვაწეობენ და მართლა მნიშვნელოვანია და ძალიან მომწონს არის კონკურენცია ეს ყოველთვის ხალხზე მოქმედება. ჩანსაღი კონკურენცია. კი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა გიორგი ძალიან. დიდი მადლობა გიორგი. დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნა ასევე გამოფენა. ქალბატონ ცისანა მარინტაშვილის. კი. ამაზეც რო გითხრათ და ფენა არის ჩამოდიან არის ესაც ძველი სამოსი გამოფენილი ძალიან გაუჭირდა ქალბატონ ცისანას მოგროვება იმიტომ რომ ძალიან მდგომარეობაში ეს სამოსი სფერო ძალიან მისახედია და ჩვენ ეხლა გამოფინეთ შემდეგ აი ჩვენ წარმომადგენლობა რომელიც იქნება ეტაპობრივად რეგიონებში მინდა რომ იქაც გამოფინეთ ის სამოსი და შეიძლება შემთხვევაში ადგილობრივმა ხალხმა რეგიონებში აქცია და დიდი სიმძიმის პატრონები არიან ჩვენ მინდა რომ ადგილზეც ფიქრობ მართლა აქტიური თემაა ეს. მიუხედავად მადლობა. დიდი მადლობა გიორგი, მართლა ძალიან დატვირთულია. მე უნდა ქართულ ფოლკლორს საკმარის წარმომადგენლები, ქართული ფოლკლორის წარმომადგენლები არიან და უნდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება. გისურვებთ დიდი წარმატება სხვალინდელ კონცერტზე, ჩვენი გადაცემა და ჩვენი ანსამბლი შავნაბა და იმულეთ თქვენს გვერდით. გისურვებთ წარმატებას და მოიწმა ხელი მოგიმართოთ ყველა კარგ საქმეში.
წარმატებები. რაც შეეხება ჩვენს მეორე ბლოკს, ჩვენ უკვე დავაანონსეთ ჩვენ გადაცემაში, რომ აქტიურად გვეყოლება ყოველ კვირას ორი ანსამბლი, პოლიფონია 2015-ის ფესტივალის ამ სახელის ქვეშ და დღეს ჩვენი ანსამბლია, ჩვენი სტუმარია ანსამბლი მერმისი, ბატონი დავით ქავთარაძის ხელმძღვანელობით. მოგესალმებით. გამარჯობა. ჩვენს მენელს გვინდა მოვასმეინოთ, უკვე ისე გავიდა ნახევარი გადაცემა, რომ მუსიკალური ნომერი არ მოგესმენთ. თვითონ დათოზე დათო ქავთარაძე არის ძალიან ნაყოფიერი მოღვაწე, მართლაც გამორჩეული მოღვაწე. საიდან მოდი ჯერ კიდევ მე მახსოვს დათო აქ კელაპტერი შეიქმნა, მე იქიდან მახსოვ ხართ. თქვენ კიდე ალბათ უფრო ადრიდან მოდიხართ, შეიძლება თქვა სამსფეროში. და ჩვენი ყველაზე აქტიური მსმენელი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსმენელი. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში არ გამოტოვო გადაცემა. თუ კი მაქვს ხოლმე ამის საშუალება, ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. მადლობა მოწვევისთვის და დღეს მართლაც იმისით ვართ, რასაც პოლიფონი 2015 ქვია, ჩვენ შაშან მივიღეთ მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საწყისია, კარგი საფუძველია იმისათვის, რომ ჩაეყაროს კიდევ ერთ კარგს საქართველოში საფუძველი, რასაც პოლიფონია 2015 წელს ერქვება და ასე შემდეგ გაგრძელდება წლების მიხედვით. ამაში ბუნებრივია მიიღებენ ძალიან ბევრი თაობები მონაწილეობა, ძალიან ბევრი მომღერლები, ძალიან ბევრი ინსტრუმენტალისტები და მინახავ ძალიან ბევრი ქორეოგრაფიული ფესტივალები, რომლებიც ძალიან კარგი წარმატებით ყოველწლიურად ახორციელებენ აი ამ დამოკიდებულებას და ბატონო დავით, არ დაივიწყოთ სიტყვა სატელეფონოზარია. ალო, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. სურა გამარჯობა. სურა დათიკაშვილი, ანსამბლის ხელმძღვანელი. ესე იგი ძალიან მესიამონა აი ტრიოს მოსმენა, რომელიც ახლა გადაცემას მართავს და მიქავს. ალბათ მოგესალმებით. მადლობა ზურა. დათო ჩემო გავახ გენაცვალეთ. ხა ძალიან კარგი ადამიანები, აი ძალიან მესიამონა ისეთი ინფორმაციები მივიღე. ხა სამწუხარო ის არის, რომ აქამდე არ ვიცოდი ის რომ უცეთი მართება ესე ბასიანის 15 წლის იუბილე და ძალიან მიხარია ის რომ ბატონი რამინ მიქაბერიძის იუბილეო კონცერტი იმართება რუსთაველში. ეს სტუმარს მივესალმები კიდევ ბატონი დავით ქავთარაძე. და მივესალმები საერთოდ თქვენს გადაცემას, იმიტომ რომ ძალიან ნაყოფიერია, რასაც ვაკვირდები ხდა. ჩემი ანსამბლით გახდით მე წინა კვირაში, ერთი კვირა მოსული თქვენთან და ალილომ გახსნა ჩვენი სტუმრობა, ასე თქვა. შეყარებულები არიან თქვენზე, იმიტომ რომ ეს გადაცემა ძალიან დიდ პოპულარიზაციას უწევს ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას. მე მადლობისათქმელად დავრეკე თქვენთან. მადლობა ზურა, მადლობა რომ არსებობ, მადლობა რომ კარგ საქმეს აკეთებ და ესე გემრიელად და გეულოდებით რა თქმა უნდა. ბავშვებს ხოთ შესრულება და კი ბატონო, ხო. და მე ორი სიტყვით ისე გავაგზავნებ, რომ დიდი მადლობა მინდა მოუხადო ორგანიზატორებს, მადლობა მოგიხადო თქვენ, აი ამ ლამაზი საწყისისთვის, აი ამ ლამაზი დამოკიდებულებას, რასაც ჩვენი ხვალიდელი დღე ქვია, ჩვენი ბავშვები ქვია. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ქავთარაძე ანსამბლ მერმისთან ერთად, რომელიც ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლესთან ფუნქციონირებს, და ამ შემთხვევაში ორი შემადგენლობა ყავს მოყვანილი, ეს არის ინსტრუმენტული შემადგენლობა ვაჟთა და გოგონებიც მე ალბათ შეგვეხმენებიან. კიდევ ერთი ანსამბლი გველოდება გაერთი. კი ბატონო, ასე რომ მოვისმინოთ. სურპრიზად დავტოვოთ.
მადლობა. მინდა ხო ტაში შემოვყვა ხოლმე ეს მომენტი. მუხტი შემოიტანეს მართლა ძალიან დადებითი. დიდი მადლობა ბიჭებო, არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ. დიდი მადლობა ამ ბიჭებს და გოგონებსაც მოვასმენთ ბანამდე ხო? არ შეიძლება რომ არ მოვასმენოთ გოგონების ან ფაქტიურად ჩვენ დღეს ორი სხვადასხვა ხელმძღვანელის ქვეშ სამი ანსამბლი გამოგვივიდა. ვართა და გოგონათა. ფაქტიურად რადიო წამყვანები ჩვენ ვართ კონცერტის წამყვანები. ჩვენ აღმოჩნდით კონცერტის წამყვანები და მე მინდა ვთქვა რომ აი ამ ფესტივალის ფარგლებში მიშო ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ვხუმრობდით რომ ფაქტიურად მთელი კონცერტი ფრაგმენტ შეგვიძლია უფრო გაანალიზებულად, უფრო გაშლილად შევთავაზოთ ვინაიდან სანამ ეს ფესტივალი დასრულდება, მანამდე ყველა მონაწილე შევეცდებით ესე წარმოგიდგინოთ ჩვენ ფარგლებში. დამეთანხმებით იმაში, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა საკრავიერი ანსამბლები, საკრავიერი მუსიკაზე, ასე ვთქვათ, მუსიკის ანსამბლები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ საკრავებზე, ასევე მათ შეიტანეს სხვადასხვა საკრავები, რომელიც არ არის საქართველოში გავრცელებული, მაგრამ ეს რაღაც ერთგვარ სინთეზს იძენს, ასე ვთქვათ. მთავარი არის ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ბევრჯერ გვიგამათია. მთავარია როგორ გავაკეთებთ ამ ყველაფერს და რა დოზით და როგორ იქნება ეს ყველაფერი დატვირთული, ასე ვთქვათ. ციგა ორივე ანსამბლს მე ვისიქვია, ხო? ნოდა თუ ესე იგი. რატომაც გამოვარჩიე, მე მინდა ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხატ, იმიტომ რომ ბატონი დავით ქავთარაძე ამ ყველაფერს ძალიან კარგად იცავს. მან ძალიან კარგად იცის ტრადიციული მიმართულება ამ ყველაფრის და ასევე იცდილობს რომ რაღაც გარკვეულწილად მან ასე ვთქვათ შეიტანოს რაღაც გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მე ვიტყვით ამათ იმას რომ ეს არ ხდება იმის ფონზე რომ რაღაც ზიანდება პირიქით უფრო მეც აკეთებს. ამიტომ ბატონ დავითს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის, მისი საქმიანობისთვის, ის მარტო თბილისში არ შრომობს, მას დუშეთში ყავს ძალიან ბევრი ფასანაურში. დიახ, სტუდენტი, რომელიც სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერას, ასევე სწავლობს საკრავებს, რა თქმა უნდა, და უნდა ამოუდგეთ მხარში ჩვენი გადაცემით, რა თქმა უნდა და დიდი მადლობა. შეეხება მის ანსამბლს კვინდელს კიდევ ურმულს თელ სოფლიოში მოგზაურობს და მე მგონია რომ ეს შემთხვევა სადაც ადამიანის შემოქმედებაში ვითარდება, ასე რომ ბატონი დავითი ყველა ხელს მიმართავს, რომ შემოქმედებითი პროცესი ეს ყოველთვის იყოს ახალი, ახლებური და ასე რომ საინტერესო ხდება ყოველ ჯერზე მისი მოსმენა. ჩვენს გოგონებს Shua, Bodar, Rompis,
ძალიან ლამაზი. ლამაზი არაჩვეულებრივი მომღერლები, სოლისტები, განსაკუთრებით დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ესე იგი, ერთმანს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენი რადიოს საყურადღებოდ. ის ვინც გვიან შემოგვერთა ტელეფონის ნომერი შევახსენო 2409191 და ფესტივალი პოლიფონია 2015 შარშან ჩაეყარა საფუძველი და აი დღეს უკვე არაერთ ანსამბლს იტევს, ბევრი ანსამბლია, რომელიც თქვათ ამ ფესტივალის ფარგლებში თქვათ მონაწილეობს და ჩვენ გვეყოლება თითეული მათგანი, რომლებიც წარმოადგენენ. საერთოდ დღეს შევცვალეთ ცოტა ჩვენი სტილი, იმიტომ რომ ორი ანსამბლი ერთად წარმოდგენილი. ეს უკვე თუ მოусმინეთ, უკვე ვინც მოусმინა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შესრულდა ანსამბლ მერმისის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები, ეს გოგონათ და ბიჭუნათ ცალ-ცალკე, რომლის ხელმძღვანელი გახდა დავით ქავთარაძე. ეხლა კიდევ შემოვა სტუდიაში ანსამბლი ერქვანი, კახა შაქიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ორივე ანსამბლი ბავშვთა ფოლკლორული სასახლის ანსამბლები არიან. ბაზაზე არიან, მათ კუთვნილება. მე რომ ახსენდება ეს ფოლკლორი სადაც შენ გაიზარდე და თუ თქვა რომ ჩვენ სატელეფონო ხაზზე მსმენელია. ალო გისმენთ? ალო. დიახ. მოგესალმებით პატივსამოლებო. მოგესალმებით. დიდი მადლობა ყველაფრის რასაც აკეთებთ. ჩემი გულთვისაა ძალიან მაგრად მიყვარხართ და მეორეც ერთი რომ ის მართლა დიდი პოპულარიზაცია იმ ფესტივალის რაც ყოველწელს ტარდება უკვე და ალბათ გაგრძელდება მრავალი და და დიდი მადლობა ეს გიორგი ბოგიანიშვილი ჩვენი მომავალი სტუმარი. ჩვენი მომავალი ერთ-ერთი მომავალი სტუმარი. და დიდი მადლობა ჯერ იმის გულისთვის რომ აი ამდენი კაი და ლამაზი ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი ანსამბლია. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა ვინც საქმეს ამსახურებ და მინდა ვუხადო იმ ადამიანებს რომელმა ადამიანებს თავიდანვე ჩაუყარა საფუძველი ეს რა თქმა უნდა ბატონი აზორ ერქომაიშვილი, ბატონი რამინ მიხაბერიძე და კიდევ ბევრი და ბევრი ადამიანი თემურ ქეფიშვილი ხვალ არის კიდე დიდი უბილე ბატონი რამინ მიხაბერიძის რუსთაველის თეატრში და ხო და მეც ბედნიერი ვარ რომ მათთან ერთად გამოდივარ და მათთან ერთად ჩემი ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას და რა ვიცი ჩვენ მარტო იმას არ ვფიქრობთ რომ გინდა თუ არა პოპულარიზაცია გავუკეთოთ ქართულ სიმღერას იმასაც ვფიქრობთ რომ მაგალითად ჩვენ ანსამბლებს შორის ძალიან დიდი მეგობრული და ძალიან დიდი კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ხო მე ამას შარშან მქონდა პატივი ყოფილიყავი წამყვანი ამ ღონისძიების და მე როგორც ხვდები როგორც მითხრეს ამდენიმე დღის წინ ეს კონცერტიც მე უნდა წავიყვანო ესე მიწევს. მოკლედ ერთი რამის თქმა შემიძლია უშუალოდ პროცესი, როდესაც ვნახე ამ ანსამბლების კულისებში თუ რა ხდებოდა და როგორი დამოკიდებულება იყო ხშირ შემთხვევაში მათ მეგობრულ დამოკიდებულებას ახალგაზრდებს შორის ვერ გაარჩევდი. ეს იყო ერთი ანსამბლი, თუ ეს იყო სხვადასხვა სახელი, სხვადასხვა ანსამბლი, რომელიც ერთმანეთს არ იცნობდა. მათ შორის ისეთი ანსამბლები, რომელიც შურით ადამიანმა არაფერი არ უნდა გააკეთოს. იმით რომ მე იმას უნდა ვაჯობო, მე ამას უნდა ვაჯობო. არ ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. და მე მახსოვს გოგიტა რომ თქვენი სიხარული. გასაკეთებელი საქმეა რომ ახალგაზრდობა არის გადასარჩენი იმ უარგისი ცხოვრებიდან რაც ეხლა ხდება. ახალგაზრდობა და რაც გადაარჩენს ამას ეს არის ქართული ხალხური სიმღერა. ჩვენ ყველა მთავრდებით იმაზე რომ თბილისში განსაკუთრებულად მაღალია დონე სასიმღერო კულტურაში ანსამბლებს შორის და მე დავინახეთ თბილისელი ანსამბლების მხარდაჭერა გურჯაანის ანსამბლის თუ იმერეთის ანსამბლის და ეს იყო მართლა გაერთიანებული საქართველო ერთიანი ნამღერი მრავალჟამიერი სადაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო ჩემთვის იმიტომ რომ იქ გაერთიანდა ალბათ 300-მდე ბავშვი რა თქმა უნდა და ეს საოცარი ფოტოა რომელმაც დიდი ადგილი დაიკავა ჩემი ცხოვრების ისტორიაში ასე რო თქვა. და ეხლა უკვე შემოვიდა სტუდიაში ანსამბლი. მადლობა თქვენ გიორგი, ანსამბლი ერქვანი და მათი ხელმძღვანელი კახა შაქიშვილი. აქ ესე მოიყარეთ, კახა შაქიშვილიც მართვეში აღზრდილია, სწორედ აი დღეს თქვენს ერთ-ერთ პედაგოგს რამინ მიქაბერიძის შემოქმედებით საღამოი ველაპარაკეთ, რომელიც გაიმართება მე შემიძლია ვიამაყო ერთი რამით რომ მართვეში სანამ მოხდებოდა ბავშვი, მანამდე ის გადიოდა სკოლას ხუთწლიანს და მე ბევრი ადამიანის მოსწავლე ვიყავი, რომელიც ჩემდა სასიხარულოა. მე 5 წლის განმავლობაში ბატონი კახა მასწავლიდა აი ამ სკოლაში და მე აღმოჩნდი მართვეში. ანუ სანამ არ გავიარე ბატონ კახასთან ეს რამდენიმე ათეული სიმღერა, თითქმის 100-მდე სიმღერა საბავშვო რეპერტუარის მანამდე ვერ აღმოჩნდი და
ვისარგებლო მინდა შემთხვევით და მადლობა გადაუხადო. ესე კიდე დავაჭრებ, ახლა დაუბრუნდა ისევ არის პირველ სადაც აიღიზარდა თვითონ შექმნა ახლა ანსამბლი ერქვანი. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი მოწვევისთვის. აი მიხარია ახლა ისეთ თემებზე იყო ლაპარაკი, რომ არ შეიძლება რომ არ გაგიხარდეს კაც, ჩემოდავით, დიდი მადლობა. საერთოდ ყველა მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი დამსახურება ალბათ ის იქნება, რომ თუნდაც ერთ მოსწავლეს გაახსენდება და იტყვის, რომ რაღაც მისწავლია. ნამდვილად სასიხარულოა. ერქვანი დღესდღეობით ფოლკლორის სასახლეშია, მართვესთან ერთად ეს ორი ანსამბლი მოღვაწეობს მერმისი პარალელურად ჩვენთან სამი ანსამბლი ვართ სიმღერის განყოფილებაზე. მიყვებით ტრადიციულად რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ახალგაზრდობამ შეძლოს და გააკეთოს მაქსიმალური რაც შეიძლება რომ ფოლკლორში გააკეთდეს ჩვენ ვცდილობთ რომ ავყვეთ ხმა უწყოთ ასე ვთქვათ ფეხი აუწყოთ დღევანდელ ასე ვთქვათ გამოწვევებს და მაქსიმალურად ვიმოღვაწეოთ საკონცერტო რეპერტუარით ვაკეთოთ ახალი ბევრი არქივიდან მასალები გვაქვს ამის საშუალება და მიხარია რომ რეალიზება სწორი გზით ხდება, აი დავით მამაბიშვილა გურჯაანის ანსამბლი. ეს არის უკვე მეტად სასიხარულო, როდესაც რეგიონებიდან ესეთი მოზღვავება ხდება ფოლკლორის და იქ სადაც უნდა იყოს კიდევაც ეს ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, აი გამიხარდა ესეთი კარგი სოლისტები ყავდა გურჯაანის სოლო კონცერტზე ვიყავი და ძალიან მისიამოვნე რომ აი ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი კარგი ნაბიჯი იმისთვის რომ დღეს ფოლკლორმა თავის სიტყვა თქვა საქართველოში. შეიძლება ერქვანს. დიახ. რომელიც მთავარი თემაა დღეს ამ ბლოკში ჩვენი და ერქვანი 2001 წლის 2001 წელს არის შექმნილი ჩემს მიერ. მომავალ საიუბილეო წელი. საიუბილეო წელი გვაქვს 15 წლის იუბილე გვაქვს რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება სოლო კონცერტით ვარაუდობ 2001 წელს სულ რაღაც 14 კაციანი შემადგენლობით დაიწყო ამ ანსამბლის არსებობა და დღეს რამდენი ახალგაზრდა გუნდში უკვე 63 კაცია. ეს ეტაპობრივად მოხდა რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაოდ ღირებულ წარმატებებსაც მივახციეთ, ასე ვთქვათ. რა ვიცი, ალბათ არ გვეზარებაში რომ არც მოსწავლეებს, არც მასწავლებელს და აი წელს ახლა ჩვენ ნოემბრის თვეში ვიყავით ლიტვაში, ეს ბოლო ერთ-ერთი ისეთი აღსანიშნავი წარმატებაა, სადაც ლაურეატის წოდებით, საიდანაც ლაურეატის წოდებით დავბრუნდით და აქედან გამოძახილი არის ის, რომ სპივაკოვის ფონდი გვიწევს მაისში საკონცერტო მოღვაწეობით. ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი ფონდი და ჩვენთვის სასახარულო ფესტივალზე თუ? არა, საღდგომო ფესტივალი არა, ასეთი ის არის ფესტივალი Moskva встречает друзей, სადაც ტარდება გალა კონცერტი 14 გამარჯვებულ ფესტივალებს შორის გამარჯვებულ ანსამბლებს უწყობენ ასეთ გალა კონცერტს. ანუ დიდი გამოწვევა გაქვთ წინ. დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ლიტვაში საკმაოდ წარმატებულად ვიგასტროლეთ ასე ვთქვათ და კარგი შტაბეჭდილებებით ავტოვეთ და დიდი გამოწვევა გვაქვს ნამდვილად. ბატონო კახა. ახლა კი მოვსმინოთ. ჩვენ მსმენელს მოვასმენინოთ ეს. კი ბატონო. არაჩვეულებრივი ანსამბლი. ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლი ვფიქრობ. ახალგაზრდა ანსამბლებს შორის ერთ-ერთი ის ანსამბლი რომელიც ამინს ქმნის. ამიათა სელზე მეტი
ძალიან დიდი მადლობა სუყე ჟღერადობისთვის. ეს არ არის ადვილად მისაღწევი ბავშვთა გუნდში, ვისაც უმუშავია, რომ ესე შეავსო ყველა ხმა. და ესეთი ბალანსი ისმოდეს. კი ბატონო. ეს შეუძლია მხოლოდ პროფესიონალურად. რეპერტუარს როგორ არჩევ? კახა ყველა კუთხის სიმღერით რომელიმეზე უფრო გაქვთ აქცენტი გაკეთებული. იცით როგორ არის? მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა კუთხე ავიღოთ. აი ჩვენი საკონცერტო ასე ვთქვათ მენიუს მიხედვით თუ ვივიჯელებთ, თითქმის ვახცევთ ამას, იმიტომ რომ ჟანრობრივათაც მრავალფეროვნებას ვცდილობთ რომ მივახციოთ და კუთხობრივათაც. არის ახლა ცოტა ისეთი საკითხი ეს ჩვენი ბიჭები ზიან პროფესიონალები, რომლებმაც იციან მშვენივრად რომ ის კუთხეები განსაკუთრებით რომლებიც სოლო მოღვაწეობას ვითხოვს ცოტა რთული შესაძლებელია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თუნდაც რაღაც ისეთი ლირიული ლამაზი საჩვენურო სიმღერები გურიული მაგალითად შევასრულოთ. კახურიდან რაღაცებს. არის ლირიული სიმღერის შემსრულებელი სოლისტი, ახლა მეტნაკლებად უკვე ყავს და ასე რომ აი კონცერტისთვის შევძლებთ ალბათ კახურსაც, გურულსაც, იმერულსაც. თანაც აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ ჟანრობრივათაც თქვენ ერთ-ერთი ასეული იყავით, რომელსაც ჟანრად საყვარელი, ყველასთვის საყვარელი სიმღერა რაჭული სიმღერები შეასრულეთ. რაჭული, ალბათ 1-7 რაჭული მაქვს შეაწერილი სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის, მაგრამ არც ერთი ერთნაირი სხვათა შორის და აქ დიდი დამსახურება ბატონ დავით ასე ვთქვათ დათუნიკას ხიტლაძის, რომელიც ჩემს გვერდზე იდგა და იქ რაღაც იდეებს მაწვდიდა, სწორ იდეებს, ის რაც შეიძლებოდა რომ ნამდვილად მხოლოდ ძირძველი ფოლკლორის მცოდნეს შეძლებოდა. მინდა აღნიშნო რომ ჩვენ წელს დავიწყეთ კილოების გალობა კილოებში ჩვეულებრივ. ანუ სამი სკოლის საგალობლებს ვიწყებთ კარბელაშვილებს, კი ბატონო, შემოქმედს და გელათის სკოლას, კი ბატონო. ეხლა აქ არ არის შეჯიბრი რომ ამდენი გავაკეთე, ამდენ საგალობებს ვიღერებთ, მაგრამ რაც თავარია გვინდა რომ კარგად ვიმღეროთ, ქართულად ვიგალობოთ და დაახლოებით 1-8 საგალობებს უკვე ასრულებთ. ეხლა რა შევთავაზებთ? აი მე მინდა გელათის სკოლიდან აღდგომისა დღე არც შემოგთავაზოთ, ეს იქნება ასე ვთქვათ ფაქტიურად პირველი ნახევარი ასეთ აუდიტორიასთან. სანამ შევასრულებთ საგალობებს, მაინტერესებს ხომ არ გამოიკვეთა ბიჭებიდან რამდენიმე რაღაც გარკვეული რაოდენობა, რომლებიც აპირებენ რომ მომავალში გააყრნენ პროფესიულ დონეზე ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობს. კი, მე მაშინ აი მოდი ასე დავიწყებ. ჩემი უახლოესი აი მერქვანის მომღერლებიდან შეიძლება რომ არ ვთქვა რომ უკვე დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი რომელიც შეიქმნა და გალობელ მომღერალთა ანსამბლია თავდაცვის სამინისტროს ხავს ეს გალობლები და ასევე მომღერლები არიან ფესო მახათაძე კი ბატონო ჩემი პირველი თაობის მომღერალია ბესარიონი ძალიან კარგი მაწვილი კარგი მუსიკოსი კარგი რეგენტი და ძალიან ესეთი მუსიკალური კაცი რომელთანაც უკვე ჩემი მომღერლები დათო კახიძეა ჩემი პერიოდის არის დათო და არის ზურავა გუმაშვილი, გია გუმაშვილის მაწვილი, რომელმაც შარშანწი დოქტორია და აი ესე ლამაზად ღერიან. აქედანაც მე უკვე შემილია რომ რამოდენიმე კაცი აღნიშნო რომელსაც აქვს ამისი სურვილი და მონაცემი და კი. იცით რა არის საერთოდ ყველა ბავშვს თავიდანვე თვალებში აწერია მინდა ასეთი სიტუაციის. კახას შაქიშვილის და ანსამბლ ქონის კონცერტი კონსერვატორიაში ეს როგორც კი დამთავრდა კონცერტი იყო სოლისტები რომელსაც სიამოვნებით არც ერთი ანსამბლი არ ეტყოდა უარს. არიან ესეთი სოლისტები და დიდი იმედი მაქვს რომ არ მიატოვებენ ამ დიდ საქმეს. მოდი ახლა მოვუსწრებთ. ეს ახლა შესრულდება გელათის სკოლის საგალობელი აღდგომისა დღეარს. ანსამბლი ერქვანი.
და კახა უკვე დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა და ხომ არ დავამთავრებთ საუბარის ნაცვლად, მაგრამ ერთი ომახიანი სიმღერა შევთავაზოთ და დავასრულოთ გადაცემა. და ეხლა შესრულდება მე როგორც მივხვდი მრავალჟამიერი და ჩვენს დაგემშვიდობებით. მაგრამ აქვე დავემშვიდობოთ. აქვე დავემშვიდობებით და შევახსენებთ ჩვენი სტუმრები იმ დღიდან ამ ფესტივალის ფარგლებში პოლიფონია 2015-ის ფარგლებში ყო ანსამბლი ალილო ზურადათიკაშვილის ხელმძღვანელობით, დავითიანი, ზვიად ბერიაშვილის, დმანისის ანსამბლი აკაკი ლობჟანიძის ხელმძღვანელობით, მერმისი გავაცილეთ ცოტახნის წინ დავით ქავთარაძის, ბატონი კახაშაკიშვილის ანსამბლ ერქვანს მოусმენთ, რომელიც მრავალჟამიერ შეასრულებს და უნდა შევეხმიანოთ იმერეც ოდილას მაიზერ გაზდელიანის ხელმძღვანელობით. და კიდევ ერთი შევახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემა მეორდება პარასკევს ღამით 23 საათზე და 10 წუთზე და კვირას 8 საათზე და 10 წუთზე. გემშვიდობებით მრავალჟამიერ. ჩაკრულო აი ხიდის თავ შევკრათ პირობა